დღეს ჩვენ უნდა წავიკითხოთ მოციქულთა საქმეების მე-14 თავი. იყო იკონია შინა მსგავსად წესისა შესვლად მათსა შესაკრებელი სახურიათასა და სიტყვათ ესრეთ ვიდრე რწმუნებამდე ხურიათა და წარმართა მრავალსა სიმრავლისა ხოლო რომელიმე უწუნენ ხურიანი იყოს აღიზრნეს და განაბოროტნეს სუნი წარმართანი ძმათაზე ჩვენ როგორც მახსოვს ნათქვამი გვაქვს და თუ არ მიგვიტყვია ახლა ვიტყვე მოციქულები როდესაც დადიოდნენ უფლის სწავლების საკათაგებლად გვახსოვს რომ მაცხოვარმა დაავალა თავის მოწაფეებს რომ წადითო და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართი და ნათელი ძმათ მამის ძის და სულიწმინდის სახელით ხო უთხრა მაგრამ ებრაელები როდესაც მიდიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში პირველად შედიოდნენ ებრაელთა შესაკრებლებში სინაგოგას რო უძახით ხო ხო გახსოვთ რომ სინაგოგური სახურების ფორმა ანუ სინაგოგები როდესაც ებრაელები ბაბილონში იყვნენ თვეთ მაშინ შეიქმნა იმიტომ რომ ტაძარი არ იყო სადაც შეეძლოთ ღვთისმსახურების შესრულება და წესის ის დადგენილი უფლისგან დადგენილი წესის შესრულება და რწმენას რო არ მოშორებდნენ ებრაელები უკეთესი შენობები ააშენეს სადაც მიდიოდნენ კითხულობდნენ წმინდა წერილებს და მასი განმარტებებს აკეთებდნენ და ეს ყველა იმ ადგილზე სადაც ებრაელები კომპაქტურად ცხოვრობდნენ ასეთი მოკლედ სალოცავები იყო და საქართველოშიდაც სადაც ებრაელები კომპაქტურად ცხოვრობდნენ ყველგან არის სინაგოგები გორშიდაც არის იცი თქვენ კიდე სად იყვნენ ჩასახლებულები ქუთაისშიდაც არის სინაგოგა და თავისთავად თბილისში მერე კულაისში საჩხერეში და ასე შემდეგ რა სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები ისინი იკრიბებოდნენ მეტად სინაგოგის გარშემო ამით ისინი თავის ეთნიკურ და პირველ რიგში რელიგიურ იდენტობას ინარჩუნებდნენ ეს სხვათაშორის სანიმუშო და სამაგალითოც არის და სხვათაშორის ქართველებიც ასე ცდილობენ ახლა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართველი წასულია საქართველოსდან ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყნებში და ახლა ეკლესია ზრუნავს იმ ადამიანებზე და თქვენ იცით რომ უცხოეთში დაარსებულია ქართული სამრევლოები ეპარქიები და იქ ყოფ ადამიანებს ღმერთთან კავშირი არ გაწყვიტონ და თან ახსოვდეთ რომ საიდან არიან რა ეს არის და ებრაელებიც ასე აკეთებდნენ და მოციქულებს ასეთი წესი ჰქონდა და პირველ რიგში მიდიოდნენ ებრაელებთან და მერე მოკლედ იმ ქალაქში ასე წერია წმინდა წერილში, როცა შედიოდნენ დაბაში იქნებოდა თუ ქალაქში, ასეთი უფლისგან ჰქონდათ კურთხევა, რომ უნდა გეკითხათ, რომელიც იყო კარგი ოჯახი, იქ მიდიოდნენ, იქ ესაუბრებდნენ, იქ რჩებოდნენ და მერე იქიდან გადაგებდნენ. მოკლედ ესეთი რაღაცა წესი იყო რა. მრავალ ჟამს იქცეოდნენ, იქ განცხადებულად უფლისამეთ, რომელიც ეწამებოდა მათ სიტყვითა და მადლითა, მისი საითა და მოცემდა სასწაულებსა, ნიშებსა, ყოფად, ხელითა, მათითა და მოციქულებრივი გადაგება და მიმოსვლას თან ახლდა სასწაულებს. წმინდა მამები ამბობენ, რომ სასწაულები გვეძლევა ჩვენ ზოგადად, ჩვენი სისუსტის, წმინდაში სისუსტის გამო ახლა რა. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები, რომლებიც წუთისუფლის სულით შეპრობილები ვართ და ასე არის ახლა, დღეს კაცობრიობის უმრავლესობა ახლა სხვებზე რო ვისაუბროთ ჩვენც, წუთისუფლის სულმა გვძლია ჩვენ, ასეა. დამაწუთისოფლის ამავეებში და იმაში რა სიამეებში ვარ ჩაფლული ახლა ვცდილობ რაღაცა კომფორტი მოვიწყოთ ის გავაკეთე რა თქმა უნდა მე იმას კი არ ვამბობ ახლა გამოქვაბულში უნდა იცხოვროს ადამიანმა და ის რა ქვია საკი არ უნდა ქონდეს და გუბელაში უნდა უყურებდეს საკუთარ ანარეკლს ამას კი არ ვამბობ მაგრამ თავარი პრიორიტეტი ადამიანის უნდა იყოს სულისხონება ის დანარჩენი უკვე მერე უნდა იყოს საშუალებები რომლითაც ჩვენ ღმერთთან ურთიერთობას უფრო ღმერთთან ურთიერთობას უფრო მეტი დრო დაგვჭირდება. მაგალითისთვის გეტყვით ახლა რა ძალიან ზოგადი საუბარი რო არ იყოს, თქვენ შეიძლება ნახოთ მონასტრები, სადაც არის ცენტრალური გათხოვება. მაგალითად გვაქვს ჩვენ ალბათ აქ ყოფ მორალის ადამიანებს შეიძლება ცენტრალური გათხოვება არ აქვს რა. ხო ასეა. მაგრამ ჩვენ რაღა ესეთ მონასტერს ვნახავთ სიტყვაზე, სადაც ცენტრალური გათხოვება კი არ ვიფიქროთ ისე ფუფუნებაში ცხოვრობენ და ასე და ასე. უბრალოდ ეს ადამიანები ახლა, როდესაც სანამ გადავალ იმაზე, როდესაც ახლა მონასტერში ბევრ ოთახებში ცხოვრობენ სხვა დედები ან მამები, მათ ყველას სჭირდებათ ინდივიდუალური გათხოვება თუ არა ცენტრალური გათხოვება. რაც უფრო მეტად ჩრობატევადი და უფრო მეტად ფინანსურადაც უფრო მეტად დანახარჯებია. ამიტომ იქ ცენტრალური გათხოვება იმიტომ არის აუცილებელი, რომ იმ დედებს და მამებს უფრო მეტი დრო დარჩეთ თავარი მისიისთვის რაც მათ აქვს, ლოცვისთვის რა.
ჩვენ ახლა როცა ჩვენ არ გითხულობთ ახლა და რაღაცა და ერთ ოთახით გავატვეთ, იქ ვართ და ყოფნის ჩვენ და თუ ჩვენთვისაც გახდება საჭირო, ღმერთი ჩვენს მოგცემს საშუალებას, რომ გავაკეთოთ ის ცენტრალური გათხოვება საჭირო იქნება. გამიგეთ? ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ ყავარჯენი გვჭირდება და სასწაულები როგორც ყავარჯენს ასე ადარებენ. და წმინდა მამები ყავარჯენი ვიჭირდება, რომ წმენაში ცოტა ამ სასწაულს რო ვიხილავთ, დავრწმუნდეთ ღმერთის ერთადერთობას მისი ძალმოსილებაში და ასე შემდეგ. როგორც ახლა ის სიტყვაზე ვამბობ, უდიდესი სასწაულრაც ხდება სამყაროში, რომელსაც სამწუხაროდ ებრძვიან ადამიანები, მაგრამ ჩვენ გვწამს ახლა მოდის დიდი მარხვის ბოლო შვიდეული, დადგება დიდი შაბათი და იერუსალიმის აღდგომის ტაძარში კიდე გადმოვა იმედია ცეცხლი, ჩვენ და სანუგიშოთ, ხო? ხო და ეს ცეცხლი რომ არ გადაეწყვიტა უფარს და არ გადმოსულიყო რა. ხო შეიძლებოდა არ ყოფილიყო ეს სასწაული რა. ეს იმას კი არ ნიშნავდა რომ ჩვენი რწმენა არ იქნებოდა მართალი. ჩვენი რწმენა მაინც მართალია, გადმოვთვალ გადმოვა, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი სუსტი ადამიანებისთვის საჭიროა ეს ცეცხლის გადმოსვლა და მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩვენ ეს რწმენაში გვაძლიერებს და ჩვენ სისუსტებს აღავსებს. გამიგეთ? ასე რომ ასეთი სასწაულები ხდებოდა ხოლმე და ახლაც ხდება სხვათა შორის რო იცოდეთ რა ჩვენ შეიძლება ვერ ხვდებით რაღაცებს მაგრამ ჩვენგანში უამრავი სასწაული ხდება უამრავი სასწაული ძალიან ბევრი ადამიანს თავს გადახდენია ბევრი ადამიანი შესრებია და ასე იქნება უფლის მეორე მოსვლამდე და ასე რომ როდესაც ჩვენ ამას წავიკითხავთ ხომ არ გაგიგვიარეთ ახლა რა რატო და იმიტომ რომ ეს ეთქობა იმ კონკრეტული შემთხვევაში კონკრეტული ადამიანის ისება საჭირო და ჩვენთვის ახლა ჩვენ ადამიანებისთვის საჭირო ეს სასწაული მოხდეს რომელიც სასწაულიც ხდება ახლა იერუსალიმში მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისა და რომელიმე იღეს ურიათა თანა და რომელიმე მოციქულთა თანა. და ვითარცა შეიტყვეს ურიანი და წარმართი მთავრებით მათი და ზედა მისვლა და გინება და ქვისა დაკრებად მათ. დაინახეთ როგორ იყო მოციქულები რომ მიდიოდნენ საკადაგებლად, იქ ყოფი ებრაელები, შეიძლება იერუსალიმიდან რომ ადამიანი ჩამოდიოდა, ყველა საძლევენ რომ ჩვენ წინა საუბარზე როცა საკმოციქულებზე საუბრობთ, თქვით რომ ასე ტრადიცია არსებობდა, თუმცა ქალაქიდან იერუსალიმიდან ჩამოვიდოდა ვიღაცა, სინაგოგაში მიდიოდნენ პირველ რიგში და იქ მე აძლევდნენ უფლებას რომ ეკადაგებთ რა. და რომ დაინახეს ებრაელებმა რომ ესენი ჯვარცმულ იესოს გადაგებენ, რა თქმა უნდა გაბრაზდნენ, იმიტომ ის იყვნენ ხალხი, რომლებიც იყვნენ შთამომავალი თუ მონაწილეები იმ საშინელებისა, რომელიც იერუსალიმში აღსრულდა, როდესაც დიდ პარასკევს ებრაელებმა მოითხოვეს რომ ჯვარზე გააკარიო მესიაო, ხო და იქ მე რა სიტყვები თქვეს, როგორ დაიწყევლეს თავი რომ სისხლი მაგისიო ჩვენზე და ჩვენ შვილებზე ასეთი რაღაცა თქვა ეს. ეს სწავლა დღესაც მეყვებით რა. ხო და რომ დაინახეს ეს ჯვარცმულ იესოს გადაგებენ, გაბრაზდნენ და თან კიდევ ვინ გაბრაზდნენ. და როგორი გაერთიანება მოხდა, როგორი დაინახეთ იყო წარმართები რომელიც ეზიზღებოდათ ებრაელებს. იმიტომ რომ წარმართებს არაწმინდას უძახოდნენ, მათ შეხებაც არ შეიძლებოდა, მათ ჭამა და გამარჯვებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც მოდის ჭეშმარიტების გადაგებელი მოციქულები, ეს ორი მტრულად განწყობილი ბანაკი ერთიანდება და ორივე მიმართავს ძალებს მოციქულების წინააღმდეგ. ასეც არის ახლა, ხო? თქვენ შეიძლება ნახოთ აერთიანებები, სადაც დანასისხლად გადაკიდებული ადამიანები როგორ ერთიანდებიან ეკლესიის წინააღმდეგ, ხო? მაგალითად ახლა, როდესაც რევოლუცია მოხდა, ხო? ოქტომბრის რევოლუციას რო უძახიან კომუნისტები რომ მოვიდნენ სათავეში, ვინ გაერთიანდნენ ისინი, ხა? ხალხი, ანარქისტები, ესენი კიდე რა ქვია, სოციალ-დემოკრატები, ეგრეთ წოდებული ბოლშევიკები, მენშევიკები გაერთიანდნენ და იქ მერე ფედერალისტები 1000 რაღაცა ჟულის ადამიანები, რომლებსაც დასანახად ერთმანეთს ვერ იტანდნენ და დანასისხლაობა ჰქონდათ ერთმანეთში, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი, რომ ბრძოლა გამართული ეკლესიის წინააღმდეგ, ყველა გაერთიანდა, იმიტომ რომ ყველა ეს ხალხი იმართებოდა იმ სულისგან, რომელსაც სატანა, ლუციფერი და ბოროტისული ქვია. ასე რომ არ გაგიკვირდეთ ხოლმე, რომ თქვენ დაინახოთ ეკლესიის წინააღმდეგ გამხედრებული ადამიანები, რომლებიც რამოდენიმე დღის წინ ერთმანეთს ლანძღავდნენ და ერთმანეთს აგინებდნენ რა. ასეთი რაღაცა მოხდა. ეს ახალი ამბავი არ არის, რაც ახლა ჩვენთან ხდება რა. განიშორეს და მიულტოდეს ქალაქებსა ლუკაონისესა და ლუსტრად და დერბეთ, გარემო სოფლისა და მუნახარებდეს და მოკლედ თქვენ იცით რომ რაღაც გარკვეულ პერიოდში დათმობა, უკან დახევა, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე წასვლა, ეს ჩვეულებრივია, მოციქულები ყოველთვის ასე აკეთებდნენ, ისინი ერიდებოდნენ კონფლიქტს და ჩვენც ასე უნდა ვიცოდოთ ახლა რა, ყოფით ცხოვრებაშიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადამიანები,
რომელთა მსოფლმხედველობა, რომელთა დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ და ჩვენი რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავდება. ამის გამო ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე ისეთ სიტუაციაში მოხვედრა, სადაც შესაძლებელია რომ დაიძაბოს ვითარება, მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირება, რა უნდა გააკეთოს ამ დროს ქრისტიანმა. მოციქულები რაც აკეთებენ, სადაც არა ჯობს გაცლას ჯობს, ასე აკეთებენ. ერიდებოდნენ რა, კონფლიქტს ერიდნენ. ჩვენც მაქსიმალურად ყოფით თემებზე უნდა მოვერიდოთ კონფლიქტს. მაგრამ თუ საქმეზე დადგება და უკვე უკან დასახევი გზა არ არის, ქრისტიანს რა თქმა უნდა უფლება აქვს, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას კაცობრიობა და ასე შეუძლია რომ თავისი სათქმელი თქვას, თუ ადამიანს შეწევს ძალა იმის, რომ რაღაც თავდაბლობის, რაღაცის გამო ესე იგი თავი დახაროს და ყველაფერი მიიღოს, კი ბატონო, შეუძლია ახლა და შეუძლია როგორც ნათქვამია, რომ ერთი ლოყის ნაცვლად მეორე შეუსვიროს ახლა რა, ჯერ ერთი მერე მეორე, მაგრამ თუ იხედება ადამიანს, რომ არ შეუძლია ეს, მას აქვს უფლება თქვას. მათ ხო არ მაგახსოვთ თქვენ? რა გააკეთა, როდესაც შეიპყრეს, როცა მას სილა გააწნა ერთ-ერთმა ნაძირალამ, უფალმა უთხრა, რომ რატომ ცემო თუ რაღაცა გინდა მითხარით რა? ან ჩვენს გვაქვს უფლება რომ უთხრათ, რატო გვიკეთებ ამას, ვინც არ უნდა იყო, რატო აკეთებ შენ ამას, კაცო? ეს ასე კი არა, ასე არის რა. მაგრამ თუ შესაძლებელია, აქ ერაზეა საუბარი, თუ შესაძლებელია კონფლიქტს არიდო თავი, ზიანის გარეშე ჯობია არიდო, მაგრამ თუ არა, შეგიძლია თქვა რა. მოკლედ მოციქულება ასე თქვეს, გაერიდნენ იქაურ სიტუაციაზე, მიხვდნენ რომ იქ არ იყო ისეთი შესაბამისი გარემო და მიდიან სხვაგან. ის ახლა ლუკაონია ლუსტრა ეს არის გეოგრაფიული ადგილებზე აქ საუბარი რა. და კაცი ვინმე იყო ლუსტრა შინა, უძლური ორითა ფეხითა. ორითავე ფეხითა და ჟამკელობელი დედის მუსიკა მისია, რომელსაც არასადაეულო. ავიხედებით შობიდან ინვალიდი ადამიანი, რომელსაც ორივე ფეხით იყო უძლური და სიარული არ შეეძლო. ახლა სამწუხაროდ ჩვენ გარშემოც არიან ასეთი ადამიანები, ღმერთმა ყველა გააცლიოს და ღმერთმა ყველა და გამოჯანმრთელოს რა. და ეს მამას ესმე, სიტყვანი პავლეს ნიტყო და რა ვითარმე მიხედა მას პავლე და იხილა რამე თუ აქ უნდა სარწმუნოებას საცხოვრებელად მისცა. და ახლა ღვთის განგებულებით ამ ახალგაზრდას, ამ კაცს იხედება მოციქული პავლე. პავლეს შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ, უდიდესი ადამიანი, გამორჩეული წმინდანი, მას ეკუთვნის წმინდა წერილის ახალი აღთქმის წიგნთა 27 წიგნიდან 14 ის კალამს ეკუთვნის. პავლე მოციქული იყო გამორჩეული მოშურნე ადამიანი, ის როდესაც მოექცა იუდაიზმიდან და გახდა ქრისტიანი, როგორ აღწევს თავის ცხოვრებას. ესე იგი, ასეც ამბობენ მამები, თვითონ ხო აღწევს იმ ტანჯვებს, განსასწრებებს, ხვითო განვიტვინეო ერთხელ ასე ამბობს ეს და კიდე ბევრი ესე იგი წყლის სიღრმეში ვიყავიო რამოდენიმე დღე და ასე შემდეგ ბევრჯერ ცემეს გატვინვაში ხო გვაქვს ჩვენ ნათქვამი და გაგახსენებთ რა იგულისხმება ქვები დაუშვეს და ამ ქვებმა ისე დააზიანა მისი ძვლები რომ ან ფაქტიურად სხვილი ძვლები როგორ ჩვენ სხვილი ძვლები ბარძაყის ვალი და რაღაც აი ისე ჩაქოლის ქვებით ვის დაიმბრა აი ესეთი და ეს რის გამო იმიტომ რომ კი არა რაღაც ცუდი გააკეთა რომ ქრისტეს ჯულს გადაგებდა და პავლე შეეხედება ამ უძლურ ადამიანს. ქვამას დიდითა ხმითა შენ გეტყვის სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა. აღდეგ ფეხთა შენთა ზედა მართლთა ახლთა და იწყო სვლად. ანუ პავლე მოციქული ეს სულიწმინდის ჭურჭელი რას აკეთებს? რო იხედება ამ უძლურ ადამიანს, მას ჰქონდა სულიერი ნიჭები და უნარი იმისა, რომ განიჭვრიტა ადამიანს როგორი განწყობა ჰქონდა, ხო? არიან ღმერთს ყველა ადამიანი საწერია, შორდებიან ღმერთს ამ კეთილი საქმეს თუ რაღაცა საკუთარ თავს მიაწერენ, მერე იწყებენ ქედმაღლობას და ასე შემდეგ და მერე გრძელდება და იღუპება ადამიანი. ახლა ბევრი ასეთი ადამიანი ამაღლებული თავისი ღირსების გამო და შემდეგ თავისი აპარტამენტის გამო ზის დანარცხებული და ჩვენ ვიცით მეორე მოსვლის დროს გამოჩნდება კაცი, რომელიც იქნება ჩვეულებრივი ადამიანი, რომელზედაც ამბობენ რომ იქნება დანისტომიდან, დაიბადება მრუში ქალისგან და ის ქალი იტყვის რომ მე ახლა მრუშობის ნაყოფი კი არა, უბიცოდ ჩავსახე და გავაჩინეო. ეს კაცი, რომელიც იქნება ბოროტისულის ჭურჭელი, გადაიქცევა და ბოროტისულის ეშმაკის მონა გახდება, დაიწყებს თავიდან სასწავლო მოქმედებებს, კეთილი საქმეების კეთებას, ხალხს თავს შეაყვარებს, ადამიანებს ეგონებათ, რომ ეს არის ჩვენი მხსნელი, ჩვენი გადამრჩენელი, ჩვენი პურის ლუპის მომცემი და ასე შემდეგ და ვინ იქნება ეს ადამიანი რა? ანუ სიკეთეების კეთებას გარეგნოს გააკეთებს, მაგრამ მისი გული იქნება გაბოროტებული. მისი გული და სული მიყიდული იქნება ეშმაკს და მე მას დაერქმევა ანტიქრისტე სატანა
სატანის ძე ის ადამიანი იქნება ჯერ სატანის ძეც როცა ვამბობ რომ სულიერად იქნება მისი ძე და მისი საქმის გამგეთებელი ამ ქვეყანაზე ასე რომ როდესაც ჩვენ სიკეთეს ვაკეთებ და კაი საქმეს ვაკეთებ და ვიღაცა ქებას გვიწევს ხოლმე ამის გამო ფრთხილად უნდა ვიყოთ და რა გააკეთეს პავლე და ბარნაბა ეს მარეს მოციქულს და ბარნაბას და პავლეს დაიპეს 60 მეტეს შეხდეს ერთს ამას შორის და ხავდით და იტყოდეს კაცო რასა იქ სამათ რამთი ჩვენი კაცნივე ვართ მსგავსნი თქვენი გახარებით თქვენ რაით ამოვებათ ამათგან მოიქცე ღვთისა ცხოველისა რომელმა ქნა ცაი და ქვეყანა ზღვა და ყოველი რაიას მაშინ რა გააკეთეს პავლე მოციქულმა და ბარნაბა უთხრეს ხალხს ძეებს აკეთებთო რა ეს ჩვენი ძალით კი არა ღმერთმა გააკეთეს ყველაფერი რა ანუ ის რაც მათ გააკეთეს და მიაწერეს იმ არსებას რომელსაც ღმერთი კიდე და ნამდვილად ის დავდომილი ადამიანი ღმერთმა აღადგინა და პავლემ ეს თვითონ არ მიიწერა რა ასე რომ ეს არის მაგალითი რომლითაც ჩვენ უნდა ვიხმძღვანელო და როდესაც ჩვენ რაღაცა დიდებაში და პატივში ვიქნებით ფრთხილად უნდა ვიყოთ რა იმიტომ რომ ასე რა წერია წმინდა წერილში მე ნახეო კაცი ამაღლებული ვიდრე ღრუბელთამდე და მე გამოვიარეო და მიწაზე დანაცხებული და განადგურებული ვნახეო რა არის ესეთი შემთხვევებიც რა რომლისგან ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს რომელმა იგი წარსულთა მათ ნათესებთან მიუშვა ყოველს ამას ტესტებს და სხვა გზასამცნებას ამედისა და ახლა აგზელეთ პავლე მოციქული და არავე უწამებელა დაუტევა ქველის მოქმედება იგი მისის ზეცით გარდა მოცემა თქვენ და წვიმენი და ნაყოფის მოგამოღებენი განწყება საზრდელით და სიხარულით და გულთა თქვენ და ანუ ვინც გზის სწავლობს გვაძლევს ჩვენ საარსებო სახსარს ეს არის ღმერთი როდესაც რაღაცა ზაკეთებ უნდა შევწირო ყოველთვის დიდება და მადლობა ღმერთს ხო რა ეს იცოდით ყოველთვის ასე გააკეთეთ იმიტომ რომ ეს ის კი არ არის ახლა რომ ჩვენ ვიღაცას ქებას უნდა ველოდოთ და ან და ვიღაცა დაფნის გვირგვინს დაგვადგავთ ჩვენ იცოდით ეს არის ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ჩვენ არც ქებას და არც პატივს არ უნდა ველოდებოდეთ როდესაც მადლიერები ვიქნებით ეს არის ჩვენი საქმე ჩვენი გასაკეთებელი და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესე რაი წართქვეს ზნია დააწვეს ელიგი არა ზორვად მათ არამედ კაცად წავსვათ ვანათ თვისა და ვიდრეხა იქცეოდეს იგი ნიმუნდა ასავებს და ესე ძლივს ეს ხალხიო აღტკინებული ბრბო ძლივს დააწყნარესო რა და მართლაც თქვენ ხო იხედებით ეს ახლა ის იქ ცხოვრები ადამიანები რაღაც ისეთი ძალიან გასხვებულები კი არ არიყვნენ ჩვენგან რა თქვენც ხო იხედებით რომ რაღაცა კაცმადიდებელი ადამიანების ბრბოს რო იხედებით ხოლმე ეგზალტირებული ადამიანები რო არიან და ვიღაცის სახელს რო გაიძახიან და ასე შემდეგ და ისე შემდეგ კერპად რო გადაიქცევენ ასეთი ადამიანები იყვნენ ახლაც არიან და მომავალშიც იქნება რა უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ საღად მოაზროვნე ადამიანები ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანს ვინც არ უნდა იყოს ღვთის ხატად არის შექმნილი ყველა ადამიანი არც ერთი ადამიანი არ უნდა ზულდეს ამის წინ ასეთი რაღაცა ზე ფიქრობდით რომ რატო უნდა გძულდეს ერთმანეთი რა ყველა ხო ადამიანშვილი დედამიწაზე ვინც ცხოვრობს ადამიანი სულ ყველა ერთი წინაპარია წინაპრიდან მოდივარ ჩვენი ამ ქვეყნების ცხოვრება რამე ხაგზელდება რამე ხანო იცოცხლეთ რა ხო ჯობია ეს ჩვენი წლები რომელიც ღმერთმა ღვთის წყალობით ჩვენ გვეწყალოთ ხო და მოგვეცა მოდი რა ერთმანეთი ჭამასმოში და კაბინაში რო არ გავატაროთ ხო შეიძლება რა რა წავიღებთ აქინა რა ვის რა წაუღია ახლა რა ჩვენ რო წავიღოთ ახლა ხო ჯობია ახლა ხო გითხარით ახლა მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ თუ რაღაცებს უკან დავიხიოთ როცა კუქეში მიგვიწევენ მე ახლა რაღაცა კი მაგრამ მანამდე მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ერთმანეთს გული არ ვატკინოთ ახლა ერთმანეთი არ შევიძულოთ და არ შევშურდეს პირიქით ადამიანს უნდა უხაროდეს მეორე ადამიანის ისვლა როდესაც შესაძლებელია შენთვის არასასურველი ადამიანი წარმატებას მიაღწევს ეცადე იმუშაო შენ თავთან რომ შური არ აღიზრას იმ ადამიანის მიმართ და თუ ვინმე გეტყვის აი ესეთი რაღაცა გააკეთა თქვი რომ მადლობა ღმერთს ხო რა იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ ვიქნებით უფლის მოწაფეები უფალმა რა თქვა წმინდა წერილში რომ როგორ უნდა მიხვდენო თქვენო ჩემი მოწაფეები ხართო ერთმანეთს უნდა გიყვარდეთო ერთმანეთს სიყვარულში კი არ იგულისხმება რომ შობერს თავი შვილი უყვარდეს ან შვილი და ნათესავი ახლა ეს პირველ ყოვლსაც კი უყვართ საკუთარი ნაშიერები შენ როცა გვიყვარს ეს ადამიანი რომელიც ადამიანი ჩვენც არაფერი არ გაუკეთებია და მეტიც არც ვიცნობთ საერთოდ და ისიც უნდა გვიყვარდეს და უცლად ესე გადასარევ რაღაცას გეტყვით ახლა ჩვენ მტრებიც უნდა გვიყვარდეს წარმოიდგინეთ ისეთ დონეზე უნდა ეცადო მიხვიდე რომ მტრები შეიყვარო რა და ამით მიხვდებით რომ ჩვენ ვართ უფლის მოწაფეები იმიტომ რომ უფალმა თავისი მტრები შეიყვარა ვისთვის ლოცულობდა ჯვარზე გაკრული მაწყო არის
განკაცებული ღმერთი, რომელიც იმ ადამიანებმა გააკრეს, რომელთა გამო ქვეყანაზე ჩამოვიდა, წარმოვიდგინეთ და მიუტევ უყალ რამე თუ არა იციან რასა იქმანა. აპატია უფალმა ყველას. ლანძღავდნენ გვერდზე ხალხი და იმათ პატიებდა, წარმოვიდგინეთ და ჩვენ თუ მისი მოწაფეები ვართ, ჩვენაც უნდა მოვიქცეთ. შეიძლება ვერ ვაპატიოთ რაღაცებს, მაგრამ კი მაინც არ გძულდეს ადამიანები რა. სიბოროტეს გავიკეთეთ და სიგლახეს, შენეცადი არ გადაუხადოთ. კი ბატონო, არ ყოფნის ზალა მივიდეთ და მადლიერება გამოხატოთ და სიკეთით უპასუხოთ, ბოროტებით მაინც არ უპასუხოთ რა. გამიგეთ და მერწმუნეთ ადამიანი რომელიც ამას შეძლებს, მიიღებს სულიერ კმაყოფილებას. როდესაც ადამიანს ეხმარები და დახმარების ხელს უწოდებ. როგორ უნდა შეამოწმო შენ თუ ხარ სულიერად ჯანმრთელი, თუ გაჭირებულს ეხმარები, ამით კმაყოფილებას განიცდი, ამით არ იქადი და არ წარმოაჩენ და მადლი ვთქვი რომ უნდა ჩათვალო რომ დიდება უფალს, ესე იგი სწორგზაზე ვდგავარ რა. გამიგეთ? ხო და თუ დააკვირდები შენ თავს ვიღაცის წარმატება გეწყინება, ჩათვალე რომ გლახად არის რა. ეგეთ და ამ თემაზე უნდა ვიმუშაოთ, იმის სხვანაირად შეუძლებელი. მოიწინეს ანტიოქია და იკონია თურიანი და იგი იტყოდეს მათ განსხვავებულად არწმუნებთ ერთსამას და განშორებად მათ გარამით იტყოდეს ვითარმეთ არა ჭეშმარიტს ეტყვიან, არამედ ყოველსა ტყუიან და ქვაი დაკრიბეს პაულის და განიიტეს იგი გარეშე ქალაქის ამეას და ეგრე გონებთ ვითარმეთ მომკვდარ არს იგი. დაინახეთ ადამიანების ბრბოს ცვალებადობა. გარკვეული რაღაცა დროის წინ ღმერთები არისო იძახოდნენ. მე მოდიან ვიღაცა ისინი რა აგიტატორები. დღეს ხო იცით ახლა ეს ახლა ეს ჩვენ ქვეყანას ვარჩევნები და სულ არჩევნებია დავიღალეთ ამდენი არჩევნებისგან, სულ პროპაგანდა ტყუილი და მე ახლა ხო იცით დახელოვნებული შარლატანები, რომლებსაც უჭრით ენა, შეუძლიათ საუბარი ადამიანების დარწმუნება, დღეს რო ვიღაცას იძახიან, ხვალ მე ის ადამიანები, ვინც დღეს ვიღაცას აღმერთებენ, შეიძლება ხვალ ჩამოაგდონ და ქვებით ჩაქოლონ და აჰა ადამიანები იძახოდნენ ღმერთები არიანო და მე ქვები დააყარეს. გაიგეთ? აი პროპაგანდა რა შვება. პროპაგანდა როგორ ღუპავს ადამიანს. იცის ეშმაკმა ეს ყველაფერი, ამ პროპაგანდისტული იარაღი ეშმაკის ხელში არის ის საშუალება, რომლითაც ის ადამიანებს აგიშებს. პროპაგანდის სამინისტრო ქონდათ ფაშისტებს. გამიგეთ? იმიტომ იცოდნენ რომ ამ პროპაგანდით შეეძლოთ ადამიანების მასების მართვა. აჰა, დავით მახსენა, პროპაგანდის მინისტრი გებელსი. კი ბატონო, კან ტიპი იყო, რომელიც მარტო ამით რა ვქვა, ლოგიკური მსჯელობით კი არ ცდილობდა ადამიანების მოხიბლობას. რომ მივიდნენ მის მერე რომ განთავისუფლდა და აიღეს გერმანია თუ რაღაც იმ შტაბ-ბინაში, სადაც ის იყო გამაგრებული, ნახეს რომ ეს კაცი ოკულტურ რიტუალებს ატარებდა. ანუ ბოროტ სულს იხმობდა იმისთვის, რომ თავის ამ პროპაგანდისტულ მანქანას ემუშავა. იცოდა გებელსმა, ეშმაკის მსახურმა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ეშმაკის ხელში იყო და იმას მიმართავდა. და იმის საშუალებით მოკლედ მასებს მართავდა. თქვენ ხო დიდება უფალ ჩვენას შევსწრებივად აყოფილოთ იმ ეპოქაში, მაგრამ მაგალითად ჩვენი ბებიები და ბაბუები იმ ეპოქაში გაიზარდნენ და ალბათ კადრები ყველას გაქვთ ნანახი. სხვასავით ადამიანები, რომ რობოტებივით ერთი და იგივეს გაყვიროდა და ყოველ ამის მოწოდებაზე როგორ აღტკინებულად როგორ პასუხობდა რა. აი ეს იყო პროპაგანდა რა. დღეს რო ჩვენ ვიღაცები გვაშინებენ რომ რაღაცა ზალი ჩაგინერგავენ ჩიპებს და რობოტებად რა თუნდა ჩიპები, ჰიტლერი, ლენინი, ეს პოპულისტები ხალხის მართლაც აზომბირებდნენ ხო? გამიგე? ახლა ვიღაცა დაგიჭერს ჩუმად რაღაცას გაგიკეთებს ბატონო, ეს შენ კი არ მოგეკითხება, ის ხალხი ეშმაკს ისეთი ადამიანები გამოძერწა, რომელსაც ესეთი საშინელები დაატრიალეს სამყაროში და დღევანდელი ეპოქა ამისგან დაზღვეული კი არ არის. გამოჩნდებიან ასეთი პოპულისტები და თუ ხალხი აიყოლიეს და თუ შეიქმნა ამის ფონი და გარემო, ისევე დაატრიალებენ ცოდვის კალოს და სისხლის გუბოებებს და მდინარეებს და ოკეანეებს დააყენებენ და ამიტომ ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ გონიერებით და სიფხიზლით დაუპირისპირდეთ ეშმაკისგან დაგებულ რამსასწორებს. გამიგეთ? დავითარცა შემოკვდეს გარემო მოადგეს მოწაფენი აღდგა, შევიდა ქალაქად, ხოლო ხვალისაგან გამოვიდა და ეხეთ
პავლე მოციქულის საოცარი რაღაც ხვებით ჩაქოლის კაცი გამოვიდა აღდგა ანუ ღმერთმა გამოჯამხელა სახსალამოთი და ისევ იმ ქალაქში შევიდა ზოგს უარ ეფიქრა რომ წავიდენო იქიდან მე ხო თავიდან რო კითხულობდით ხო გითხარით რომ დატოვის ის ქალაქები აქ რა გააკეთა პავლემ ისე უკან შეტრიალდა ანუ იმის ნიშანი კი არ არის რომ პავლემ შიშარა იყო და ტოვებდა ის იყო ყველაზე დიდი და ყველაზე ვაჟკაცი ადამიანი და ქრისტიანობა სწორედ ამით ხასიათდება ადამიანი ვინც არის მორწმუნე ის არის ვაჟკაცი თავდადებული და საქართველოს ისტორიას რო გადახედოთ თქვენ ნახავთ აი ესეთ ღრმად მორწმუნე თავდადებულ და ვაჟკაც ადამიანებს ძალიან ბევრი და დღესაც ბევრი არის რა იმედი მადლობა ღმერთს და იმედია მომავალშიც ის იქნება რა ნახარების ქალაქს ამას და დაიმოწაფეს მრავალი და მივიდეს ლუსტრა და იკონია და ანტიოქია და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასად ლოცვიდეს მათ რაითა წითკენ დღეს სარწმუნოებას ზედა და ვითარმეთ მრავლით და ჭირითა ჯერა ჩვენ და შესვლა სასუფეველი ღვთისას აჰა რა თქვა უფალმა სახარებაში ესე იგი სასუფეველი ცათა იძულებისო ვინც აიძულებსო თავს ის მიტაცებს მას პავლე მოციქული და საქმის თუგა წეწერია ძნელია ძალიან შესვლა სასუფეველში ნამდვილად ძნელია ამ წუთის სუფილის სულთან ამაოებასთან ადამიანებს რომლებიც დამორჩილებიან ბოროტს ისინი ცდილობენ რომ ადამიანი ააცდინოს ღვთისავალ გზაზე და შესაბამისად სული ცხონება თუ გინდა უნდა იყო ეკლესიაში ყოფნა ძალიან ძნელია მაგრამ აუცილებელი უკურთხეს მათ ეკლესიად ხუცესნი ლოცვითა და მარხვითა შევედეს იგივე უფალსა რომლისა მიერ წმენა და პავლემ და ბარნაბამ რა გააკეთა თავარი სულისობით მაგრამ შენ ეკლესიის წევრად რომ იწოდებოდე აუცილებელია რომ ეკლესიის საიდუმლოებში მიღებულოდე მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოების მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოების შესრულების უფლება ვის მიცა ღმერთ მღვდლებს გამიგეთ დღეს ეშმაკზე დამორჩილებული ადამი ვის ებრძვიან მღვდლებს ეკლესიას ებრძვიან იმიტომ იცის ბოროტმა თუ ადამიანებს ეკლესიის გარეთ გაიყვანენ თუ ისინი თუ მათ მღვდლებს და სასულიერო წოდებას შეაზიზღებენ იცის რომ ეს უკვე მათ ხელში იქნება ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ეკლესიაშიც ნახულობს ბოროტი საღრდენს და სამწუხაროდ ჩვენც ვერ ვართ მაგალითები ადამიანებისთვის ესეც არის ამასაც იყენებს მაგრამ თქვენ მორწმუნე ადამიანებს თქვენ ახლა გაცნობიერებული გაქვთ და თუ არა და უნდა გქონდეს გაცნობიერებული რომ ეკლესიის გარეცხონება არ არის თუ ჩვენ არ ვიქენით ღმერთთან ჩვენ აუცილებლად დავიღუპებით ღმერთმა მისგან დაგვიფაროს რა და გააკეთეს პავლე და ბარნაბამ და ღვთლებიო დაადგინეს იქო რა განმდის პისიდია იმივიდეს პამფილია და ესეც გეოგრაფიული ადგილებია პისიდია პამფილიაში მივიდნენ იტყოდეს პერგე შინა სიტყვასამას ღვთისა და შთავიდეს ატალია და მიერნავითა მივიდეს ანტიოქია ვინაიც იგი შევეძრებული იყვნენ მადლით და ღვთისათა საქმეს ამას რომელიც აღასრულეს აბა ერთი ქალაქის სახელით ხო გეცნობ თქვენ ანტიოქიაში რა მოხდა აბა კი ბატონო ეს იყო ადგილი ქალაქი სადაც პირველად მორწმუნეებს ეწოდათ ქრისტიანები დაიმახსოვრეთ ჩვენ ქრისტიანები გვეწოდა ანტიოქიაში ანტიოქია არის ჩვენი დედა ეკლესია საქართველოს დედა ეკლესია არის ანტიოქია იმიტომ რომ ჩვენ სანამ მოიპოვებდით ავტოკეფალიათ ვიყავრით იურიდიულად დაქვემდებარებული ანტიოქიის საპატრიარქოს რომელიც დღეს საკმაოდ თრუნ მდგომარეობაში იმყოფება განსაცდელია ანტიოქიის საპატრიარქოს და ანტიოქიის პატრიარქის კათედრა არის დამასკოში ხო დღეს სირიაში ძალიან სირთული ვითარებაა და ღმერთმა გააძლიეროს იქაური ქრისტიანები ნამდვილად მოწამეები და ქრისტიანის დამოწმებელი არიან 21 საუკუნეში მიუხედავად უამრავი ფქვილისა და განსაცდელისა ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს ანტიოქიაში სადაც ახლა საშინელებები ხდება ღმერთმა ისინი გააძლიეროს რა და მორაი ვიდეს და შეკრებეს კრებული კი დაუთეს მათ რაოდენი ყო ღმერთმა მათთანა და რამე თუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისა და პავლე მოციქულმა ახარა ადამიანებს რომლებსაც შეხვდა ქრისტიანებს რომ ძალიან ბევრი წარმართიო მოიხსენო ქრისტეშულზეო და ღმერთმა მათო განუღო კარი ეკლესიისა და მუნიციოდი შამთა არა მცირეთ და მოწაფეთა მათთანა და პავლე და ბარნაბა რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩენ მორწმუნეებთან ერთად. მოკლედ ეს დასრულდა მე-14 თავი საქმე მოციქულთა
ესე ორი კვირის შემდეგ შეწევით გავაგრძელებთ ჩვენ თხრობას მოციქულთა საქმეში. მომავალ კვირას გვექნება იობის სიგნაზე საუბარი.